პროექტის საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების მეორე ეტაპის რეგისტრაცია იწყება. კი, ხელმოწერა და თარიღი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საინფორმაციო სასწავლო პროექტის საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები განახორციელეს. პროექტმა გამოიწვია დიდი დაინტერესება. ჯგუფების რაოდენობა იყო შეზღუდული და ვერ მოხერხდა ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა პროექტში, რომლებიც იყვნენ პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული. იყო მოთხოვნა ჩატარებულიყო განმეორებითი და გაზრდილიყო მისი მოქმედების არეალი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დასრულების შემდეგ ტესტირებაზე მონაწილეებმა აჩვენეს ძალიან კარგი შედეგი. პროექტის წარმატებაზე ესეც მეტყველებს. შესაბამისად იქნა მიღებული პროექტის მეორე ეტაპის ჩატარების გადაწყვეტილებაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით განახორციელებს საინფორმაციო სასწავლო პროექტის საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები მეორე ეტაპს. აღნიშნული კურსები ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას. პროექტი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდება. სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი. კურსის გავლისთვის საჭიროა კონკურსანტებმა უშუალოდ მოაკითხონ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც მათ მიეცემათ, გადაეცემათ უბრალოდ აპლიკანტის ფორმა, მათ დაეხმარებით კიდევაც შევსებაში და აუცილებელია თანიფონიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 20 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სამუშაო დღეებში 18 საათის ჩათვლით.